გერმანიაში ვიზიტი შეაჯამეს დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. აჭარის განათლების მინისტრი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გერმანიაში ბრანდენბურგის პარლამენტის ახალი შენობის პრეზენტაციაზე იყვნენ მიწვეული. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები საკანონმდებლო ორგანიზაციის ბრანდენბურგის მიწის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ და სამომავლო ურთიერთობები განიხილეს. დაიგეგმა გაცვლითი პროგრამები საჯარო მოხელეებისთვის, გერმანია საქართველოს შორის ურთიერთობის ცენტრის ჩამოყალიბება და ერთობლივი კულტურული პროექტები. გერმანიაში ვიზიტისთვის მგზავრობის ხარჯები თავად დელეგაციის წევრებმა გაიღეს. საპასუხო ვიზიტით გერმანიით დელეგაციის წევრები აჭარაში მაისში ეწვევიან. ჩვენ გქონდა საუბრები იმ ადრე დასახულ გეგმებზე, მხოლოდ ორი სიტყვით ვიტყვი, რომელიც წელს უნდა განხორციელდეს აუცილებლად, ეს არის პროფტექნიკური სასწავლებლის გახსნა, პროფესიული სწავლების ცენტრის დაარსება, კავშირის დამყარება ბათუმის დინამოსა და კოტბუსის ენერგიას შორის, ამ ორ გუნდს შორის და ჩვენ ახალი ინიციატივებზე მქონდა მიმოხილვითი საუბრები ამ ადამიანებთან. თავარი თემა გამოიკვეთა ის, რომ ბათუმში ვაპირებთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის და მეგობრობის ცენტრის ჩამოყალიბებას. ჩვენ თვითმმართველობამ ამ საკითხებთან დაკავშირებით პირველი ნაბიჯი გადავდგით და თავისუფალი ფართი მოვძებნეთ. მასში გვექნება ყველანაირი ინფორმაცია განათლების, კულტურის, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის საკითხებთან დაკავშირებით.